განაგრძობთ გამოშვებას პრეზიდენტის სარისკო შეკითხვები ავღანეთში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა და ქართველ ჯარისკაცებთან დიალოგი ფართო განხილვის თემა ხდება. რამდენი დააწვინეს სადიდექი თავდასხმის დროს, სწორედ ეს შეკითხვები ისმის მედიით გავრცელებულ ვიდეო მასალაში, სადაც სააკაშვილი ცხერწალტეში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ბოლო თავდასხმის დეტალებზე ესაუბრება. თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. ჯარისკაცებისთვის საფრთხის შემცველი კადრებისა და დიალოგის ტელეეთერში ჩვენების გამო უკმაყოფილოა არასამთავრობო სექტორიც. ვიდეო მასალაში, რომელიც ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელდა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ჰელმანდის პროვინციაში 13 მაისს ქართულ ბაზაზე თავდასხმის დეტალების შესახებ ავღანელი ტერორისტების მოგერიებაში უშუალოდ მონაწილე ჯარისკაცებს ესაუბრება. ავტომატი მოვარდნებდა ეს. და ეგრევე ორი დაატვი. თუ სამი? 4. არა, მაგრამ 4 იყო, შეიძლება შენ სამი დაატვი. მე 4 მოყვა. ბავშვებმა ესწორეს, აი, ამან მე კადრები თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინტერნეტში განათავსა. თუმცა მოგვიანებით ეს ნაწილი გაქრა. გავრცელებულ მასალასა და პრეზიდენტის ქმედებას საზოგადოებისა და უსაფრთხოების ექსპერტების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. შესაძლებელია გაუჩნდეს რომელიმე ტერორისტს სურვილი ამ ადამიანების ლიკვიდაციის და ასეთ ოპერაციებში ესეთ ინფორმაციების გადაღება და გაშვება მედია საშუალებებით უნდა იგრძელებოდეს. თალიბები ჩვენ უგონია სადღაც გამოქვაბულში და სიბნელეში მჯდომი ხალხი პირიქით ასეთ კადრებზე, ასეთ ინფორმაციაზე ნადირობენ ისინი და სააკაშვილს რა ენაღვლება მოკიდებს მსოფო ნიჟარაძის ხელს და ჩამოვა თბილისში და ის მებრძოლები, აი ეს კონკრეტულად ის მებრძოლები იქ რჩებიან. რომელმა ჯარისკაცმა რამდენი ტერორისტი მოკლა და რა ვითარებაში. ეს დეტალები ვიდეო მასალაში კარგად ისმის. გავრცელებულ მასალაში იმ სამხედროების იდენტიფიცირებაცაა შესაძლებელი, ვინც თავდასხმელების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაუფიქრებელი და წინ დაუხადავი გადაწყვეტილებით ეთერში გაერშვა ის ვიდეო მასალა, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადგილზე ჰყავს პრესსამსახური, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს არანაირი ურთიერთობა და შეხება არ ქონია იმ ვიდეო მასალასთან, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. სასურველი იყო და ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ მათი სახე არ ყოფილიყო ნაჩვენები, კადრეტუშირებული ყოფილიყო და არ გამოჩენილიყო კადრში. მაშინ არ იქნებოდა რისკი იმისა, რომ მათზე შესაძლებელია შურისძიების მიზნით განხორციელდეს თავდასხმა. მასალის გავრცელებას გამოხმაურება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. სპეციალური განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, რომელიც მედია საშუალებებს მსგავსი მასალების გავრცელებისას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში მედია უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი, მით უმეტეს, როდესაც საუბარია საბრძოლო ოპერაციაზე, როდესაც საუბარია ავღანეთზე და იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაში ჩვენი სამხედროები იმყოფებიან და როდესაც საუბარია სამხედრო ოპერაციის დეტალებზე და როდესაც მედია ახდენს ამ ოპერაციაში მონაწილე უშუალო პირების იდენტიფიცირებას. თუ მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, რომ ცხელწარწერებში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ომის რეპორტინგისთვის და შესაბამისი მედია სტანდარტები დაიცვან. 26 მაისის შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ავღანეთში სტუმრობა უპასუხისმგებლოდ და საფრთხის შემცველად ფასდება. 2012 წლის 25 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში თავისი საახალწლო ვიზიტი აისაფის სარდლობის მოთხოვნის მიუხედავად სოციალური ქსელის საშუალებით ერთი კვირით ადრე დააანონსა. მაშინ პრეზიდენტის ვიზიტისას ქართულ სამხედროებსა და თალიბებს შორის შეტაკებაც მოხდა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღნიშნული კადრების გავრცელების დროს თავიდან ჯარისკაცთა სახეები დაფარული არ იყო, მეცხრე არხმა ჩვენი სამხედროების სახეები სწორედ შეგნებულად დაფარა.